ჩამოშლილი მიწა საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად მარიჯანის 4 ნომერში ბოლო დღეებში მოსულმა უხმანალექმა მძიმე კვალი დატოვა საუბარია ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ 2004 წელს კომპანია ცენტრპოინტს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აეშენებინა. კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება კომპანია Nextdoor-ს დაევალა, თუმცა კარკასის დემონტაჟის შემდეგ სამუშაოები ამ კომპანიამაც შეაჩერა. პრობლემას ართულებს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ობიექტთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსია, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივთა ევაკუაციის საჭიროება არ დგას. მერიამ სამშენებლო ობიექტის მფლობელი კომპანია ფერდის ჩამოშლის გამო სოლიდური თანხით დააჯარიმა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაავალა. ტერიტორიის გამაგრება ჯერ არ დაწყებულა. ადგილი, სადაც 22 წლის წინ საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო, დღეს ასე გამოიყურება. 2 ათეული წლის წინ სამშენებლო კომპანია ცენტრპოინტმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 500-მდე ოჯახი დღემდე დაზარალებული სტატუსს ატარებს. მარიჯანის 4 ნომერში ეს კორპუსი ვერ აშენდა, თუმცა განაშენიან და მიმდებარე ტერიტორია ეს სამშენებლო ობიექტი კი მათთვის საფრთხის შემცველად დარჩა. ამის მაგალითი 3 დღის წინ მოსული უხინალექია, როდესაც მიწის ნაწილი ჩამოიშალა. მოხდარის შემდეგ წლების წინ აუშენებელი კორპუსის საკითხი უფრო მეტად გააქტიურდა. ირკვევა, რომ ცენტრპოინტის დაზარალებულების პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიამ შუამავლობა ითავა და თავად დაზარალებულების სურვილით ამავე ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას სამშენებლო კომპანია Nextdoor-ს 2 წლის წინ დაევალა. 2024 წელს იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან იყო მოთხოვნილი ხიმინჯოვანის საძირკვლის მოწყობა, ვთხოვეთ კორექტირება შეეტანათ აღნიშნულ სამშენებლო ნებართვაში, იმიტომ რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს, თუმცა იმისთვის, რომ ყველანაირად უსაფრთხოდ წარიმართოს აღნიშნული შენობის პროექტის განხორციელება და სამშენებლო სამუშაოები, მოვითხოვეთ მოხდეს აღნიშნული პროექტის დაკორექტირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამშენებლო ობიექტზე რომ პრობლემები არსებობს, ამას თავად სამშენებლო კომპანიაც ადასტურებს. 22 წლის განმავლობაში ცენტრპოინტის მიერ აშენებული შენობა ასე გამოიყურებოდა და ამ დაუსრულებელი შენობის საძირკველში წყალი ჩაედინებოდა. შენობის დემონტაჟის შემდეგ კი მიწის ქვეშ კოლექტორი აღმოჩნდა, რომელიც ტერიტორიის მდგომარეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. სამშენებლო კომპანია Nextdoor-ში ერთადერთ გამოსავლად რამდენიმე მეტრიანი ხიმინჯების გაკეთებას ხედავენ, თუმცა მომხდარის გამო აღნიშნული კომპანია დაჯარიმებულია და მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით შეჩერებული აქვს. წყალი მან ჩაედინებოდა არა მარტო გუშინ და გუშინ წინ 22 წელია ჩაედინება. იმიტომ რომ სანამ ზედა მხარე მოიხსნებოდა, ქვემოთ ისედაც გაწყლოვანებული იყო. მან უკანა მხარეს ხიმინჯების ფარდა გაკეთდა, აქეთ დაყენდა ხიმინჯები და რო გადმოვედით აქეთ მეორე მხარეს, მარჯანის მხარეს ხიმინჯების ფარდისთვის აღმოჩნდა მიწის ქვეშ, რომელიც ხაზოვან ნაგებობებში არსად არ იყო დატანილი, 70 მეტრიანი, მეტრანახევარი დიამეტრის კოლექტორი. არ ვიცი, ხა ეს მე სტალინის დროინდელია თუ ვისი, მაგრამ ძალიან ძველი, რომელიც მოვლა პატრონობაში არავის არ აქვს, თუმცა შიგნით წყალი დგება და იდგა. ჩამცლელები ჩადიოდა შიგნით სანიაღვრესი. მარიჯანის 4 ნომერში უხინალექით გამოწეული პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება, ამაზე საბოლოო დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზამ უნდა დადოს. აღნიშნულმა ბიურომ პირველადი შეფასებით უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გაშვებული გვაქვს სამხარაულში წერილი, უახლოეს დღეებში მივიღებთ დასკვნას, თუ რა ღონისძიებები არის გასატარებელი აღნიშნული ფერდის გასამაგრებლად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ კორპუსში ცხოვრება საფრთხემცველი არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ეტაპობრივად ვაწვდით ინფორმაციას. ფერდის გამაგრება დაევალა კომპანიას, რეკომენდაციებით, სამხარაულის რეკომენდაციებით უნდა მომზადეს კონსტრუქციული პროექტი, რომელიც უნდა მოხდეს სამხარაულის ექსპერტიზის და ექსპერტებთან პროექტის და შემდეგ უნდა დაიწყოს ფერდის გამაგრების სამუშაოები. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და უხმანალექმა პრობლემები დედაქალაქის სხვა უბნებში შექმნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყველა პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.